მართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. შესაბამისად, პროცესმა პარლამენტიდან სასამართლოში გადაინაცვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ 9 თვე აქვს. ამ პერიოდში უნდა გაირკვეს, აიკრძალება თუ არა სამი პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, ლელო და ახალი. ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის ფლაგმანები. ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულება არის, რომ როგორც თავდაცვის უნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შეიქმნას დემოკრატიული სივრცე იმისთვის, რომ ყველა აზრი, იდეა გამოთქმული იქნას დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ხედავთ ჩვენ მათ შორის ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფები. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა. ოფიციალურ ინფორმაციაში გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. ამასთან ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიღება არასამთავრობოთა ჩამონათვალი. ხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასე აქტიურად არიან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული და როდესაც ხედავთ, რომ ამაში იხარჯება უამრავი გერმანელი გადასახადის გადამხდელის ფული, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია მარტო ქართველებისთვის კი არა, გერმანელებისთვისაც. იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება, რომ აქ ხო არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად ელჩი იყო პირდაპირ ჩართული და დაინტერესებული მხარე აი ამ ფულის ასე გაუმჭვირვალედ ტრიალში. ამიტომ სანამ ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხები, ბუნებრივია ეს კითხვები იქნება საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჩინურ ტვირთზე დაწესებული 20%-იანი ტარიფები 10%-მდე შეამცირა. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთს 20%-იანი ტარიფები დაუწესე, რადგან ფენტანილი კვლავ შემოდის ჩვენთან. ეს დიდი ტარიფებია, დღეს ვაცხადებ, რომ მათ 10%-მდე ვამცირებ, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის 2 საათი გაგრძელდა. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის 2026 წლის აპრილში ჩინეთში ჩავადა პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართავს მოლაპარაკებებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ორბანის ადმინისტრაციის უფროსის გერგელი გუიაშის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს განიხილოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეხვედრის მიღწევის გზები და უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული სანქციებისგან გათავისუფლება. გუიაშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი დადებს შეთანხმებას ენერგეტიკის, თავდაცვის მრეწველობის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. რიო-დე-ჟანეიროში დანაშაულებრივი დაჯგუფება კომანდო ვერმელოს წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციას 119 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ბრაზილიის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერაციის დღეს დაიღუპა 58 ადამიანი, კიდევ 61 ცხედარი ტყეში იპოვეს. დაღუპულთა შორის 4 პოლიციელიცაა. დაპატიმრებულია 113 ეჭვმიტანილი. ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.